მოგესალმებით. მოხარული ვარ თუ ჩვენი არხის მაყურებელი ხარ და ჩვენ ვიდეოებს უყურებთ. კიდევ უფრო მოხარული ვარ თუ თქვენთვის ის გამოსადეგი და საინტერესოა. თუ რეგულარულად ადევნებთ ჩვენს ვიდეოებს თვალს, გეცოდინებათ რომ პირველი გადაცემა ნათია ნატრუშვილთან იყო კლინიკა ბუნებაში და შემდეგი თემაც სწორედ მასთან გავიარეთ, მიბმული იმასთან, რომელიც პირველ გადაცემაში გქონდა, ეს იყო აცრა ვაქცინაცია. ის რაც უძღვის წინ ვაქცინაციას, ანუ ჩვენ ბურად ვთქვათ, ჭიის წამლის მიცემა და რწყილებზე დამუშავება. რაღაცნაირად შევეცადე რომ ეს თემები გამეერთიანებინა, იმიტომ რომ ორივე საჭიროა ვაქცინაციის კი აუცილებლად. მოდი დავიწყოთ ასე. ჭიის წამლის მიცემა ჩვენ წინაზეც ვახსენეთ, მაგრამ როდიდან იწყება? რა ასაკიდან? დაახლოებით 26-28 დღიდან პირველადი დამუშავება და შემდეგ განმეორება 10-2 კვირის დიაპაზონში და შემდეგ 3 თვეში ერთხელ მუდმივად სიცოცხლის ბოლომდე ფაქტიურად. ეს ყველა მედიკამენტს ეხება? არა. ხოლო ჭიაზე დამუშავება. არა, ჭიის მედიკამენტზე ვლაპარაკობ. ხომ არის უამრავი დიაპაზონია მედიკამენტების. დიახ. ზოგი ამბობს, რომ ერთი დალევა საკმარისია, ზოგი ამბობს, რომ გამეორება ჭირდება თუ დამუშავებული არის, კი, თუ ცხოველი დამუშავებული არის, გაწმენდილი არის ორგანიზმში, შემდეგ ერთხელ აკეთებთ 3 თვეში ერთხელ რეგულარულად. ნებისმიერი პრეპარატი, რა ბრენდის და ფირმისაც არ უნდა იყოს. უმეტესი პრეპარატი ძირითადად თუ ცხოველს არ აღენიშნება, ასე ვთქვათ, განავალში ჰელმითები, რა თქმა უნდა, ერთჯერადაც სავსებით საკმარისია. თუ ვთქვათ მოხდა, რომ 3 თვე არ არის გასული და ვთქვათ 2 თვეა გასული და მას ჰელმითები აღენიშნება, იგივე სისტემა უნდა მოხდეს ასე ვთქვათ დამუშავების ორკვირიანი შუალედ. მოკლედ რომ ვთქვათ ეს პატიცემული ჰელმითები ვინ არიან? ეს არის პარაზიტები, რომელიც ბინადრობენ როგორც ცხოველის, ისე ადამიანის ორგანიზმში. ძირითადად ცხოველები იღებენ გარემოდან, როდესაც ლოკავენ, ტლიკავენ მიწას, სხვა ზედაპირებს და ასე შემდეგ. ეხლა მაინტერესებს რწყილებთან დაკავშირებით. მაგალითად მსმენია ესეთი ვერსია, რომ რწყილის წამალი ჯობია თუ დასასმელ წამალზე ჯობია დაასხა დაუბანოს, დაბანამდე. იმისთვის, რომ არ კონდეს გამომშრალი კანი და უკეთესად მოდი. ეს ჩემი ვერსიები არ არის, ეს ყველაფერი მაქვს. დაგონილი სხვადასხვა წყაროებში მე ვცდილობ ახლა დავალაგო რაღაცები ცოტა აკადემიურ დონეზე. აგიხსნით ახლა რა შესაქმეო. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ესე არის, როდესაც ჩვენ ვაქცინაციას სრულად მოვჩებით, ბოლოს ერთ კვირაში, ასე ვთქვათ, სოფლის შემდეგ ჭიაზე ვამუშავებთ, რომ ვიცოდეთ, რომ ნამდვილად ყველანაირად დამუშავებული არის ჰელმითებისგან. შემდეგ ვიწყებთ ლეიშმანიოზის კოღოს საწინააღმდეგო დაცვას, ანუ მარტიდან ოქტომბრამდე აუცილებელი არის წვეთების სახით გამოყენება და ასე ამავდროულად არის კიდევ საყელოს გამოყენება შეგიძლიათ, რომელიც არის 6 თვიანი და 8 ოქტომბრამდე, რადგანაც ეს თბილი პერიოდია. საქართველოს ყველა კუთხეში ლეიშმანიოზი არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოახდინოს პატრონებმა ამაზე დაცვა. არ იკურნება ლეიშმანიოზი, რა თქმა უნდა, ცხოველებიდან ცოტა მისი არის გადამდები იყოს ადამიანზე, უბრალოდ ის კოღო, რომელიც დაავადებული არის, იმან შეიძლება უკმინოს ადამიანსაც და აქედან გამომდინარე არის ნაგულისხმები. შემდეგ მეგობრებო, ესე იგი ლეიშმანიოზის გასარჩევი გვაქვს. კი. დაიმახსოვრეთ. საკმაოდ ისეთი დაავადება არის. ეხლა რაც შეეხება გარეგან და შინაგან პარაზიტებზე დამუშავება, რწყილით, კიპი, კანქვეშა ტკიპი, ძალიან კარგი პრეპარატები არის ჩვენ ბაზარზე შემოსული, ამიტომ მაგითი დამუშავება და პროფილაქტიკის გაკეთება აბსოლუტურად უმტკივნეულო არის. არის პრეპარატები, რომელიც თვეში ერთხელ შეუძლია პატრონმა მისცეს და არის, რომელიც 3 თვეში ერთხელ მისცეს. ამიტომ ეს მათ ბიუჯეტზე არის დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ იგივე ჩვენთან სამწუხაროდ ზამთარი თბილი არის, აქედან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ნოემბრამდე და დეკემბრამდეც მიგვიცია ანტიპარაზიტული ტაბლეტები.
ასე რომ ეს ძალიან ტაბლეტებთან დაკავშირებით მაინტერესებს. როგორც ვიცი, ეს მუშაობს, იმიტომ რომ სისხლში კი ბატონო ჯდება, ვთქვათ და ეს სისხლი უკვე მიუღებელია მერე პარაზიტების. და მარტივად არა, ეს პრეპარატი იხსნება სისხლში და სუნით, როდესაც პარაზიტი ცხოველის კანზე, ასე ვთქვათ, დაჯდომას ცდილობს, გამომუშავებული ეს ცხიმთან ერთად ეს ფერომონები ამას, ასე ვთქვათ, ნერვულ სისტემას უზიანებს და ამიტომ ვერ ეკარება ცხოველს. აქედან ხდება ხო და აი მაინტერესებს ესეთი რაღაცა. მავნე ხომ არ არის ეს პრეპარატები იმის გამო რომ სისხლში შედის და ასე ვთქვათ ორგანიზმის ნაწილი. ყველა ანტიპარაზიტული ტაბლეტი იქნება თუ წვეთი არის სამწუხაროდ რაღაც პარაზიტზე მავნებლობს და ორგანიზმსაც რა თქმა უნდა აზიანებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა მივცეთ. აუცილებლად უნდა მიცეთ იქიდან გამომდინარე რომ თუ ტკიპმა უკბინა ძალიან დიდი სახეობა არის სისხლის პარაზიტების და დამიჯერეთ მერე დასნებოვნებული ცხოველის მკურნალობაც და ასე ვთქვათ ვისი რთული არის და შესაძლებელი არის იმ დროს მოიყვანოს პატრონმა რომ უკვე ლეტალურ მდგომარეობამდე იყოს მისული ცხოველი და მე გირჩევთ რომ აუცილებლად უნდა რეგულარულად ლეიშმანიოზის კოღოზთან დაკავშირებით როგორც აღმოჩნდეთ მარტიდან ოქტომბრამდე არ უნდა დაავიწყდეს პატრონს და ამავდროულად საყელო გამოიყენოთ და ტაბლეტები, ანტიპარაზიტული ტაბლეტები, რომელიც გარეგან და შინაგან პარაზიტებზე არის, თვეში ერთხელ. ზოგი პრეპარატი არის 3 თვეში ერთხელ. გამოიყენოთ რეგულარულად, იმიტომ რომ მაქსიმალურ ეხლა რომც არაკეთებდეთ, ხო? წარმოიდგინეთ რამხელა ის იქნება, ხო? დაავადების ესე თვით გავრცელება და ასე შემდეგ. ამ პრეპარატებმა ძალიან დიდი საშუალება მოგცა, რომ დაცულობა იყოს დემოდეკოზი ფაქტიურად თბილისში არ არის. ეხლა ქუჩის ძაღლს თუ შეიძლება გქონდეს და ასე შემდეგ. სახლში მყოფ ძაღლს დემოდეკოზი დემოდეკოზი არის კანქვეშა პარაზიტი, ასე ვთქვათ. ადამიანებსაც აქ რო იცოდეთ. ხო, აქედან გამომდინარე სასურველი არის, რომ ეს ყველა სპექტრში იყოს პატრონი გაფრთხილებული ექიმის მიერ, თვითონაც უნდა ინტერესდებოდეს, რომ მაქსიმალურად როგორ მოახერხოს, რომ თავის ცხოველი დაცული იყოს. ლეიშმანიოზის მკურნალობა აღნიშნეთ. ამას კიდევ დამატებით რამე პრეპარატი ჭირდება თუ რომელიმეში შედის ეს? არა, ლეიშმანიოზი არა, მხოლოდ არა. მხოლოდ წვეთების მხრივ ხდება დაცულობა. ორი სახის წვეთები არის ანტიპარაზიტული, რომელშიც შედის და რომელშიც არ შედის. თქვენ არ გაინტერესებთ რომელშიც არ შედის, იმიტომ რომ თქვენ ტაბლეტს აძლევთ, რომელიც ისედაც კარგ დაცვას გიკეთებთ ბრწყილებზე და ტკიპებზე. მაგრამ არა ლეიშმანიოზის. თქვენ ყიდულობთ მხოლოდ და მხოლოდ ლეიშმანიოზის კოღოსაწინააღმდეგო წვეთებს და რეგულარულად იყენებთ და საყელოსაც იყენებთ აუცილებლად. დიდი მადლობა. მადლობა თქვენს რომ ვიყურებდით. ნათია ნატროშვილი, კლინიკა ბუნების ვეტერინარი ჩვენთან ერთად იყო და მე მგონი ამასაც ასე თუ ისე ნათელი მოეფინა. თუ გაგიჩნდებათ კითხვები, მოგწერეთ. და უკვე შემდეგი გადაცემებისთვის შევეცდები გავითვალისწინო და ახალი თემები აღმოვაჩინოთ ისინი რაც თქვენს გაინტერესებთ და მეც მაინტერესებს და იმიტომ აღმოჩნდი ამ სიტუაციაში დღეს აქ. დიდი მადლობა, მოგესალმებით.